გამარჯობა, მე ვარ ელფმარიამი და დღეს მე და ლაზარე განვიხილავთ Roblox-ის თამაშებს. რა მაგარი ბაღი გაქვს. Coca-Cola virtuoso am წამს ვიყიდე, პეროჩელო, ლემონჩელო მაქვს უკვე 4. აბა თუ მიხდებით რა არის Coca-Cola virtuoso. ტრილალერო ტრალალიმა. თუნ საკურ. ნუკლეარო დინოზავრო. ბარდირო გურგუდა. ბომბარდირო კროკოდილო. შიმპანზინი ფლეიმინი. შიმპანზინი ბანანინი. ლაზარე გამარჯობა. გამარჯობა. გიყვარს Roblox-ის თამაში? რა ყველაზე მეტად მაგის თამაში მიყვარს. მართლა? აქვე დახოხავს ევა. მოდი შემოიხედე ევა კამერაში. ევა არის ლაზარეს და ნახეთ რა საყვარელია. დღეს ლაზარე ყველაზე ცნობილ Roblox-ის 4 თამაშს გაგვაცნობს და მეც დავიწყებ ერთ-ერთის თამაშს და ვნახოთ რა გამოვა. მითხარი ყველაზე პოპულარული Roblox-ის თამაშები. Grow Garden-ი, კიდე რომელ ადგილზეა? Grow Garden. ახლა პირველზეა. ეხლა პირველზე. მეორე Celebrate-ი. ხო? მესამე ისა Dead Rails-ი. მე რომლის თამაშს მირჩევ? Grow Garden-ის. Grow Garden-ი. მოკლედ მე გუშინ Grow Garden-ი გადმოვწერე და უკვე $1,000,000 მაქვს. მაგრამ 100 მილიონი გექნება. როგორ? როგორ და მასეთი მაქვს. ბილიონერია ლაზარე და მეც უნდა გამხადოს ბილიონერი Grow Garden-ში. თქვენც თუ გინდათ? არ ვიცი როგორ უნდა ვქნათ, მაგრამ რაღაცებს მასწავლის ლაზარე მოკლედ. და თქვენ კომენტარებში დაგვიწერეთ, რამდენი მილიონი გაქვთ Grow Garden-ში. რამდენი ფული გაქვთ ან რაც ფეთები გყავთ. რა ფეთებია, აბა მითხარი, რა ცხოველებია? და ძალიან ცნობილები უფრო Dragonfly-ა, Disco-ბი, Queen-ბი, Raccoon-ი, Fennec Fox-ი და ასე შემდეგ რა. Fox-ი როგორია? მელია როგორია? მელია მიდის ვიღაცების ბაღში და იპარავს თესლებს. Raccoon-ი იგივეა რაც ენოტი მიდის ვიღაცების ბაღში და იპარავს. Fennec Fox-ი ვიღაცის ბაღში წავა, რომელიმე ხილიდან მუტატიონს აიღებს და შენ ხილზე განმოაქვს. მაგარია. მე ძალიან მაინტერესებს როგორი ბაღი აქვს ლაზარეს და ალბათ თქვენს გაინტერესებს და მოდი ახლა ერთად ვნახოთ. გვანახებ ბაღს? კი. ეს როგორ გამოიყურები შენ, რა მაგარია? ვიცი, ვიყიდე Roblox-ები და ეს ჩემ ბაღს უფრო ვუწოდი 64-ს, იმიტომ რომ ადგილი აღარსად რამე არ არის. რა მაგარი ბაღი გაქვს. კიდე ისა არც ისე რამე არ მაქვს 1 ბილიონი რომ ღირდეს. ფული რამდენი გაქვს მანახე? ფული 7 ბილიონი. ვაიმე. მოკლედ ისეთი ადგილი. ყველაზე ძვირად ღირებული რა გაქვს ამ ბაღში? ყველაზე ძვირად ღირებული ფასად არის 90 მილიონი. და რა არის? ლილაკი. გადამათვალიერებინი. აი და რომ გითხრა როგორ ვახარვესტებ რომ ფული შევიძინო. აბა? ამ ბინსტოკზე ავწრები როგორღაც. ჯერ კოკოვინზე ვხტები, მერე ლოქუაზე გადავდივარ, მერე კოკონზე, მერე ბინსტოკის გზით მივდივარ. ბინსტოკის გზაც ისე ძალიან ძნელი ისე არ არის. ძალიან მაგარი. მაგრამ ცოტა ძნელია ასლა, მაგრამ ადვილი უკნიდანაა. და ბაღის შორიდან ასეთი გამოიხატება. რა ლამაზია. მოკლედ მე გუშინ გავაკეთე და ძალიან ისეთი ღარიბული ბაღი მაქვს ლაზარესგან განსხვავებით, რომელიც ბილიონერია. ეხლა მინდა ლაზარეს ვთხოვო, რომ ჩემი ბაღი დავათვალიეროთ. ლაზარე, შეგიძლია ჩემ ბაღში მიხვიდე? კი, აუცილებლად. ისა შენი ბაღი ახლა არ ჩანს. ხო და ახლა 5 არის. Roblox-ის ქულებში რამდენი ქულა გაქვს? Roblox-ის ქულებში დავხარჯე და ახლა ის მაქვს 35 მეგონი. 35. ან 32 არ ვიცი. ახლა მინდა განახოთ ჩემი გარდენი, რომელიც არის ესეთი ცარიელი. ეხლა ერთდროულად რამდენი ადამიანი თამაშობს? ერთდროულად ახლა მეგონი მილიონი მაინც იქნება რა. ხვედი. აუ ეს შენი იქნება, ეს ხო? არა, მაგი ჩემი არა. აბა შენ ჩემთან არ ხარ.
რატო დავიწყე ამ ყოველფრის თამაში? მაინტერესებს რითი ერთობიან, რა ინტერესები აქვს და რატო გახდა ესე საინტერესო ეს თამაში? რა არის ამ თამაში განსაკუთრებული, რატო მოგწონს? რატო მომწონს და ისა რა ერქვა და რომ თამაშობდი ერთ თამაშს სახელად Blocks Fruits-ი ერქვა. ის ახლა მაგრად მოსაწყენი გახდა. გრძნობდი ჩემ თავს მილიონერად, მაგრამ მე რაღა გრეიპებმა დამეხმარა რა. და მაგ გრეიპებით ვიყიდე მე პეპერი, მე კაკაო და გადავედი ბინსტოკზე, მე ემბერლილიც გამოვიდა, ემბერლილიც ვიყიდე, სუგარაპლიც ვიყიდე, მაგრამ ახლა ბურნინგ ბუდი გამოვიდა რაღაცა, ჯერ არა მოსული, ისე აუცილებლად მექნება. ამის sunflower-ი 2 ბილიონია ფასი. აბა რა არის მანახე? Robux-ებიც არ მაქვს რომ მოვიპარო. რაც თავარი ეს თამაში გადმოვწერე ახლა და თამაშობ და მაინტერესებს როგორ შეიძლება ეს თამაშები გამოვიყენოთ სასიკეთოდ და ამ ყველაფერს რომ აღმოვაჩენ თქვენს გაგიზიარებთ. ეხლა ლაზარე მე და ლაზარე უნდა გადავიდეთ მეორე თამაშზე. სტილებ რეინჯში უნდა მოიპარო იტალიური უტვინო ცხოველები და მე ეს ვალერინა კაპუჩინო და ეს არის? ხო, მაგრამ დაიმონ მაგაში არ ვარ ისეთი მაგარი რომ გითხრათ და რატო აგერ 3 მილიონი კი მოგიგროვებია და რატო არ ხარ მაგარი ვერ გავიგე. დანარჩენებს ისა ტრილიონები აქვთ. ეს აგერ დადის იტალიური უტვინო ცხოველები რა. მე რომ ხვალვი ეკოკავალო ვირტუასოა. იჭერდა მოყავს შენთან? არა, ფულს აძლევ და მე შენთან მოდის რა. ედოარი მივიდეს. Yes, ეკოკავალო ვირტუასო შუნლი ყავს. ხო. რამდენად? 2 მილიონი და ხა დამათვალიერებინა შეგიძლია შენი კოლექცია? ახლა ეკოკავალო ვირტუასო ამ წამს ვიყიდე, პეროჩელო ლემონჩელო მაქვს უკვე 4, ტრიკტრანგარმუმი 1, ფრიგო კამელო 1, კაპუჩინო ასასინო 1 და ბანანიტა დოლფინიტაც 1. ბოდიში და რა ენაზე ლაპარაკობთ? იტალიურად. ვერაფერი ვერ გავიგე. მოკლედ, თქვენ თუ თამაშობთ ამ თამაშს, კომენტარებში დაგვიწერეთ და გამოიწერეთ ჩემი არხი, რაც დავარია. უტვინო ცხოველები. ხო, იტალიური უტვინო ცხოველების სახელები იცის თითქმის ყველა ლაზარემ და მინდა ეხლა რომ ჩამომითვალო. არაცნობილებიც ვიცი რა. აბა თუ მიხდებით რა არის ეკოკავალო ვირტუას. შეიძლება რამოდენიმე მიხდეს, მაგრამ დაწერეთ კომენტარებში თუ მიხვდით. ეკოკავალო ვირტუასო არის ცხენი პიანინო, რომელიც ისა ჩექმები აცვია რა. ტრილალერო ტრალალიმა. თუნ საკურ. ნუკლეარო დინოზავრო. ბარდირო გურგუდა. ბომბარდირო კროკოდილო. შიმპანზინი ფლეიმინი. შიმპანზინი ბანანინი. კიდე. ბალერინო ლოლო. ლოლო. და ყველა ვიცი, მაგრამ ყველას დღეს ვერ მოვასწრებ რომ ჩამოთვალო. ძალიან მაგარი ხარ ლაზარე. მოკლედ, დაწერეთ კომენტარებში თქვენ თუ თამაშობთ Roblox, რომელი თამაში მოგწონთ და ყველაზე მაღალი, ყველაზე მდიდარი რომელ თამაში გაქვთ და რამდენი ფული გაქვთ. ყველაზე დიდარი ვარ მოიპარე თევზები. შენ და რამდენი გაქვს? 8 ბილიონზე ბევრი რა. 8 ბილიონზე ბევრი გაქვს Grow Garden-შიც არა? არა, Grow Garden-ში 7 ბილიონი აქვს. 7 ბილიონი გაქვს, ოკეი. აი, დაგვიწერეთ კომენტარებში. ახლა შემდეგი თამაში არის Strongest Battlegrounds. მანახე? თამაში უნდა ვიღაცები დაამარცხოთ ჩხუბში რა. როგორც ეს 2 ადამიანი. ახლა ესენი ჩხუბობენ? ხო. ეს weakest ადამიანი, რომელიც შეიძლება ultimate აიგროვო, ან ისწავლო მაგაზე ჩხუბი. როგორც ეს ბავშვი. მოკლედ ტოქსიკებიც არსებობს აქ რა. ხო და ცოტა დამარცხებაც კი ადვილი არ არის და განვიხილეთ 3 თამაში და ეხლა გადავიდეთ მეოთხე თამაში რა გაქვს მომზადებული? მეოთხე თამაში გვაქვს Blocks Fruits. Blocks Fruits-ში შეგიძლია Blocks Fruits-ში არის ხილებზე რა. შეგიძლია აიღო და ჭამო. ძალიან ბევრი რაღაც არ მესმის, რასაც ლაზარე ლაპარაკობს, ვერ ვიგებ, იმიტომ რომ კარგად არ ვიცი Roblox-ი.
ალბათ თუ ჩემი თაობის ადამიანები უყურებთ, თქვენც ვერ იგებთ. მაგრამ ძალიან საინტერესოა, რას თამაშობენ, რას აკეთებენ თავისუფალ დროშს და როგორ ერთობიან ბავშვები, ეს უნდა ვიცოდეთ ყველა. გადავიდეთ მეხუთე თამაშზე. მეხუთე თამაში რა გვაქვს ლაზარე? მეხუთე თამაში გვაქვს Dead Rails, რომელიც მატარებლით დადიხარ რა. და რას აკეთებ? და 80,000 მეტრი უნდა გაიარო, მაგრამ ნორმალური ყველაფერი არ არის. ზომბებია, ვიერვოლფებია, მგლებია, ბანდიტებია. და ბოლოში კიდე ნიკოლა ტესლა მოდის, რომელიც ძალიან ძლიერი ბოსია. ვაუ. ფული რამდენი გაქვს თუ ფულზე არ არის? ფული არის, მაგრამ ვერ მივახციე სადაც იქა და აგერა ჩვენი მატარებელი, მაგრამ ჯერ ფული გვაქვს ცოტა. მოკლედ, ესეთი იყო Roblox-ის თამაშების განხილვა. ეხლა მე დავიწყებ თამაშს და აუცილებლად გვიდებით, რომ გავაკეთებთ კიდევ ერთ ვიდეოს მე და ლაზარე. ლაზარე, ძალიან დიდი მადლობა. რომელიც ერთად ვითამაშებთ. ერთად ვითამაშებთ, მეც ვისწავლი ამასობაში თამაშს, იმიტომ რომ ეხლა თითქმის ვერ ვთამაშობ, ახალი დაწყებული მაქვს და ძალიან მაინტერესებს, როგორ შეგვიძლია ეს თამაშები გამოვიყენოთ საჩვენოდ. მოვიფიქროთ ცხოვრებაში როგორ გადმოვიტანოთ და სწორად როგორ გამოვიყენოთ ის თამაშები, რომელსაც ვთამაშობთ Roblox-ში. კარგად, გამოიწერეთ ჩვენი არხი, დაწერეთ კომენტარები თქვენი საყვარელი თამაში რომელია Roblox-ში.